დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდი და ბიზნეს მედია საქართველოს წარმოგიდგენთ. რას ვიყვებათ რომ 18 სექტემბერი ქართველი ფემინისტის გაზეთის ხმა ქართველი ქალისას დამაარსებლის ეკატერინა მიქელაძის დაბადების დღეა. მეცენატი ძმების სუბალაშვილების ფინანსური დახმარებით კატო მიქელაძე გაემგზავრა საფრანგეთში. 1910 წელს მას რუსი მეცენატის ეკატერინე სკარჟისკაიასგან დაინიშნა სტიპენდია. 1911 წელს კი ბრიუსელის ახალ უნივერსიტეტში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩაირიცხა. კატო სტუდენტობიდან დაინტერესდა ქალთა უფლებებითა და მარქსიზმით. ევროპაში მიღებული განათლებისა და ცხოვრების დროს მიღებული გამოცდილების საფუძველზე იგი ცდილობდა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის დანერგვას, როგორც პოლიტიკურ, ისე სოციალურ ასპექტში. კატო მიქელაძე იყო 1917-1918 წლებში რეგიონული ქსელის, ქალთა ლიგის ჩამოყალიბების ინიციატორი.